VDCA საფულის უბდეითი ნომერი 8. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ VDCA-ზე, გავაკეთებთ ისევ ინვესტიციებს, რომელსაც ყოველთვე ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ ბაზრებზე გვაქვს კორექცია, ძალიან მაინტერესებს თუ რა გააკეთეთ ჩვენმა VDCA საფულმა, ასევე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როგორც იქნა უფრო იაფად, რა თქმა უნდა, ძალიან იაფად არა, მაგრამ უფრო იაფად ვიდრე წინა თვე შეგვიძლია შევიძინოთ ვერცხლი, ბიტკოინი და ეთერიუმი. მოკლედ გადავიდეთ, მეგობრებო, ჩარტებზე, გადავიდეთ ინვესტიციებზე და მოდი დავიწყოთ ჯერ ჩვენი ქეშით. აქ ხედავთ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს 2209 ლარი. ხედავთ, რომ აქ ავტომატურად ირიცხება ხოლმე და ჩაერწყებს თუ არა. თუ გადავხედავთ, სადაც ჩვენი ანაბარი. თუ გადავხედავთ აქ ჩვენ ანაბარს, ხედავთ, რომ ამ მონაცემებში თუ შევედით, ჩვენ გვაქვს 300 ლარიანი ინვესტიცია 31 ოქტომბერს, ანუ ნოემბრის დასაწყისში ოქტომბრის ბოლოს ავტომატურად გადაიწყება თანხა, იმიტომ რომ ყოველთვის 30-ში ავტომატურად იწყება ხოლმე 300 ლარი, ანუ როგორც შევთავაზეთ თავიდან 100 ევროს/100 დოლარი. ასევე ჩვენ დაგვერიცხა სარგებელი 16.23 ლარი. წინაზე დაგვერიცხა 13.21, მაგრამ ამისთვის დაგვერიცხა 16.23. წარმოვიდგინეთ, რომ მარტო იმ თავზე კი არ დაგვერიცხა ჩვენ სარგებელი, არამედ დაგვერიცხა სარგებელი ამ სარგებელზეც და ახალ ინვესტიციაზეც, რაც რა თქმა უნდა არის compound effect. მოკლედ ჩვენ არ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები, ჩავირიცხეთ 300 ლარი და ესე ვთქვათ ჩვენი ანაბარი მიდის იდეალურად. გვაქვს უკვე 2200 ლარი. ხლა რა ხდება მეგობრებო, გადავიდეთ ასევე კრიპტოზე, ვიყიდოთ ბიტკოინი და ეთერიუმი. სანამ ვიყიდი, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყველა ორდერები უკვე შევისო, ტრანზაქციები ხედავთ, რომ ეთერიუმზე შემივისო, ორჯერ შემივისო ეთერიუმზე აქ, ბიტკოინზე შემივისო, ის ორდერი, ეს სტაკინის გადახდები, მოკლედ ის ორდერები რაც გვედო, ყველაფერი შემივისო, გარდა ერთის, ანუ ბიტკოინზე მინდოს კიდე ერთი ორდერი, ეს რა თქმა უნდა არის მეგობრებო, გადავიდეთ აქ ინტერნეტზე. ეს რა თქმა უნდა არის ევროებზე, ანუ დოლარებში სხვა ჩარტია, ევროებში სხვა ჩარტია. ლოგიკურია, იმიტომ რომ ევროს და დოლარის ფასი რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავდება. ბიტკოინზე ეთერიუმზე ყველა ორდერი, ყიდის ორდერი რაც მქონდა, ყველაფერი შემისვა, ანუ ორდერები ქვემოთ აღარ მიდის. თუ ბაზარი გავაფასოთ, რა თქმა უნდა ჩვენი დეცია იზრუნებს იმაზე, რომ უფრო დაბალ ფასად შევიზინოთ ბიტკოინი და ეთერიუმი, მაგრამ როგორც ასეთი ცალკე ორდერები აღარ აქვს, ასევე არ დაგვაუწყოს, რომ ის თანხა, რომელიც აქ ქეშად გვიდევს ჩვენ, იმ შემთხვევაში თუ ნახეთ ბიტკოინს და ეთერიუმს ძალიან დიდი ვარდნები, მაგალითად მან თუ გატესტა ეს ადგილი და გაკეთა კიდე 40-50%-იანი ვარდნა, რა თქმა უნდა შემდეგ იმ ქეშს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აქ კიდე დამატებით ჩვენ ვიყიდოთ ჩვენი ბიტკოინი და ეთერიუმი. გადავიდეთ ბიტკოინზე. ბიტკოინზე ხედავთ, რომ დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ ეს 84,000 ევროიანი ლეველი გასატესტი და აქ თუ გაიტესტა, აქაც ავტომატურად შემივისებს ორდერს. აი აქ ხედავთ, რომ 84,050 ევროთ მაქვს დადებული ორდერი. ევროებში რამენი არის სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ ადრე დავდეთ ეს ნახოთ, შეგვიძლია თუ რა დავინახოთ 0.0011 და ასე შემდეგ ბიტკოინი არის, მაგრამ ევროებში სიმართლე გითხრათ რამდენი არის არ ვიცი. ასევე მეგობრებო, ჩვენ ჩავირიცხეთ ჩვენი თანხა, აქ ხედავთ, რომ გვაქვს 207 ევრო დასაინვესტირებად, აქ გასცენილი ორდერები, ანუ ბიტკოინს 96 ევროთ. იმ ორდერს 84,050 ევროზე. ჩავირიცხა 207 ევრო და მოდი ახლა ჩვენ ვიყიდოთ ჩვენი ბიტკოინი და ეთერიუმი 100 ევროთ და შემდეგ რა თქმა უნდა ბოლოს დავითვალოთ თუ რამდენი მოგება წაგება გვაქვს ჩვენ საფულში. ოკეი, ბიტკოინი შესრულდა. ახლა გვინდა ეთერიუმი 100 ევროსაც ვიყიდით. ესეც ასე, ანუ ყველაფერი არის შესრულებული, თან ძალიან კარგ ფასად გვიწევს ყიდვა ახლა დეციას. ანუ ძალიან კარგ ფასად გვიწევს ყიდვა, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ძალიან დიდი კორექციები გააკეთეს ბიტკოინმა და ეთერიუმ. დოლარის ჩარტზე შეგვიძლია ნახოთ, რომ პროცენტულობაში გავზომოთ
all-time high-დან უკვე ჩვენ გვაქვს გაკეთებული 0,1%, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი. ევროში ვნახოთ რამდენი გვაქვს გაკეთებული. ევროში რა თქმა უნდა all-time high გვაქვს, ევროში all-time high გვაქვს. ევროში გვაქვს all-time high-დან, პლუს-მინუს იგივე 20%, 21% კორექცია გაკეთებული, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. თუ კიდე ჩამოვიდა ბაზარი, ბიტკოინზე რა თქმა უნდა გვაქვს ორდერი. მაგრამ თუ ნახეთ რომ ძალიან დავარდა ბაზარი, მაგალითად ეთერიუმი ჩამოვიდა 1965-მდე, იმ 500 ესე ვთქვათ ევროდა, რაც შეიძლება დღეს 600 ევროს მიმოვიდა 1200 ლარი და 1000 ლარს გადმოვიტანა ვიყიდი ეთერიუმს, იმიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან კარგი შანსი და ეგ ქეში ზუსტად მაგ ქეშის დანიშნულებას, ანუ ამ ქეშის დანიშნულება ზუსტად ეგ არის. რომ სადმე თუ დავინახეთ შანსები, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვიყენოთ ეს შანსები და ამ ფულის ალოკაციაც მოვახდინოთ და თუ არ იყოს ეს შანსები და ვთქვით რომ ოკეი ბაზარი ნორმალურად ვითარდება, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა იმ ქაშში ვნახავთ და იმ ქეშის, იმიტომ გავაკეთე ეს ანაბარი რომ მე მინდა ყოველმა დოლარმა, ლარმა, ევრომა რა მნიშვნელობა რა ვალუტა იმუშაოს ჩემთვის და არ მქონდეს უბრალოდ გვერდზე გადადებული. მოკლედ ბიტკოინი ეთერიუმი შესულთა მეგობრებო და ვერცხლზე მოუყვე აი აქ ხედავთ რომ 5 დღის წინ ჩავირცხეთ ახლა და ეგრევე ვიყიდე ვერცხლი. იმიტომ რომ ველოდებოდი რომ ჩემი საიტი დამთავრებული იყო, მოგესალმებათ რომ ვაკეთებ ჩაშინებამინდა საიტზე ესეთი ფიუჩერის, რომელიც იქნება რა თქმა უნდა უფასო და იმას რასაც ვაკეთებ Excel-ში, ანუ ამ ყველაფერს დათვლა რომ მოხდეს ესე ვთქვათ futures, ანუ futures-ზე, ანუ future იქნება ესე ვთქვათ ჩემს საიტზე ხელსაწყოზე დავარქვათ, რომელსაც თქვენს გამოიყენებთ, ანუ რასაც Excel-ზე ვაკეთებ, რომ გავაკეთოთ იგივე ჩვენ საიტზე, რა თქმა უნდა. ანუ წესით ამთვის უნდა ყოფილიყო დამთავრებული და ეს ყველაფერი, რასაც ხა Excel-ში გავაკეთებ, უკვე საიტზე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ არ არის ისე როგორც მე მინდა, ამიტომ კიდე ვუთხარი დეველოპერს რომ შეცვალა რაღაცები და იმედია რომ მომავალი ვიდეოსთვის უკვე მზად იქნება. და ამიტომ ვიყიდე და ველოდებოდი ამ ვიდეოს ცოტა ხანი კიდე რომ მეგონა მანამდეც მზად იქნებოდა, მაგრამ არ არის მზად. მოკლედ ვერცხლის ყიდვაც მოვახერხეთ, ძალიანია ფასად სხვათა შორის და რო გადავიდეთ ხა მეგობრებო ვერცხლზე და ოქროზე, ანუ თუ თქვენ უყურებთ ჩემ წინა ვიდეოს ვერცხლზე და ოქროზე, ანუ ზუსტად ერთ-ერთი აკეთებს იმას, რასაც მე ვამბობდი. როცა ყველას ეშინოდა, ზუსტად მაშინ ვთქვი, რომ აი ეს არის ერთ-ერთი კარგი შანსი, თუ გინდა ბიტკოინში, თუ გინდა ოქროში და ვერცხლში ინვესტიცია, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შანსი. ანუ გადახედეთ ვიდეოებს, როდის იყო ბოლო ვიდეო, მე მგონი აქ იყო ფასი ოქროზე, მაშინ გავაკეთეთ უკვე კარგი ზრდა, 4%-იანი ზრდა ოქროს არის ძალიან ბევრი, ძალიან დიდი და ძალიან მაგარი. ეს რაც ეხება ოქროს და შემდეგ კიდევ ვერცხლს, ანუ ვერცხლს ვთქვი რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტესტი, რაც შეიძლება მოხდარიყო. და ესე ვთქვათ, ანუ ვთქვი რომ აქედანაც უკვე დაიწყებდა ვერცხლის დაზა, აქაც ვხედავთ რომ თითქმის 9%-იან, აქედან 9%-იანი, მაგრამ ჩვენ ლოურა ვიყოთ. აქედან უკვე 12% ნახევარი, მაგრამ არასდროს არ უნდა ეცადო ეს ბოტემზე იყიდო, თავარი არის რომ საშუალო ფასი იყოს, კარგი ფასი, რა ფასადაც შენ გაქვს გარკვეული ასეთი შეძენილი რა მნიშვნელობა ეს იქნება ვერცხლი, ოქრო თუ სხვა რაიმე ასეთი. მოკლედ ვერცხლი ძალიან კარგად მიდის, ვერცხლზე გვაქვს ძალიან კარგი მოგება სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემოჩნდა რომ ვერცხლი, ოქრო და კრიპტო ისე თუ ასე კოლაბორაციაში იყვნენ ერთმანეთთან, ერთნაირად მოძრაობდნენ, მაგრამ ახლა ხედავთ რომ ოქრო და ვერცხლი კრიპტოს საპირისპიროდ მიდის, ოქრო და ვერცხლი იწევს მაღლა, ბიტკოინი და ეთერიუმი ისევ კორექციას განაგრძობენ, მაგრამ ისინი ახლა ყოფილიყო სუპერთან და საინტერესოა რა მოხდება. მოკლედ ჩვენ ვერცხლში ინვესტიცია გავაკეთეთ და ხედავთ რაც ვთქვი რომ ყოველთვის იგივე თანხით უფრო და უფრო ცოტა ვერცხლი მოგდის, რაც რა თქმა უნდა ერთი მხრივ არის კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ინვესტიცია იწევა და მეორე მხრივ ანუ უფრო და უფრო ნაკლები მოგდის. მე რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ უფრო და უფრო მეტი მომივიდეს, მაგრამ მაგის საჭირო არის რომ ბაზარზე მოხდეს კორექცია, რაც რა თქმა უნდა ბევრს არ მინდა გუჩვენია ბაზარი წავიდეს წინ. და სიმართლე რომ გითხრათ ვერცხლზე არც მომივიდა რომ რაიმე დიდი კორექცია. ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ მეგობრებო და მოდი ახლა გადავიდეთ და დავითვალოთ რამდენი მოგება ან წაგება გვაქვს ამ თვეში ჩვენ ინვესტიციებს. გადავიდეთ ახლა ჩვენ Excel-ზე და ნახოთ ახლა აქ რა ხდება.
გადმოვიდეთ აქეთ, აქაც დავამატეთ ან 450 დოლარი. ეს არის მეთერთმეტეში. აქციაში როგორც ჩანს არ დაგვიწერია. ოკეი, აქ 450 евро, ანუ მთლიანობაში ჩვენ მოვიკავებთ რამდენი ინვესტიცია 8150 დოლარიანი ინვესტიცია. მთლიანობაში ახლა total portfolio დავიწყოთ, რამდენი გვაქვს ჩვენ ახლა portfolio-ში. გადავიდეთ ჩვენ დავიწყოთ. 2200 ლარი იყო. გადავიუკრეშოთ. ლარი იყო. 2200 გამოდის 650 არ მგონი ეს თუ იყოს ეს პროსტორი იქნება იმიტომ რომ მასაც ვერს ვაკეთებ ხოლმე ინვესტიციის სამის მგონი არასწორი 2200 ლარი გამოდის რომ გვაქვს უკვე 700 евро 700 ევროს დავუმატოთ აქ ჩვენ გვაქვს კრიპტოში სუმთლიანად 6366 და ყველაფერს დავუმატოთ კიდე ჩვენი ვერცხლის პორტფოლიო რომელიც დღესდღეობით არის 3540-მდე დავამატოთ პლუს 3540-მდე გამოდის 10660 გადავიდეთ Καταρχήν το έσκοξ, άτια, εξού κατσαβάτ, συνοσουλάτια, εξού καμουδείς. Είναι καβάτς, το τρόκοτσας. Μήνυς καβάτς, τσίνα του ιστάσι τα ρεβιτά, ακόμα κατά το όλερινος της εγώ ξουάτας. Ας. Όμως δάτη δολάρι, του ευρώ. Τα το τάλο τσιόν. Πορτfolio არის 1606 ნომერა პირადად მოვწყდა. კიბატო. 1606 და ნახოთ 23%-იანი მოგებაში ვართ მაინც. და ნახეთ ახლა ეს ზუსტად ეს არის ყველაზე საინტერესო მეგობრებო. თვითონ ჩვენ მქონდა ყოველთვის ზრდა. ახლა არის რა თქმა უნდა კორექციები და ხედავთ რომ წინასწარ შედარებით ჩვენ გავართ მინუსში. -5.1%-იანი კორექცია გვაქვს ჩვენ საფულეში. ანუ საფულე დავარდა 5.1%-ით, მაგრამ ჩვენ ინვესტიციაზე, ანუ იმ თანხასთან შედარებით რა ინვესტიციასაც ჩვენ ვაკეთებთ ერთჯერადად რაც გავაკეთეთ და ყოველთვიურად იმასთან შედარებით ჩვენ ვართ მაინც 23%-იან მოგებაში. აქ მივიყავთ 31-იანში. ახლა გვაქვს 23.1%-იანი მოგება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არის კორექციები ჩვენი საფულე, ანუ ჩვენ ინვესტიციაზე, რა თქმა უნდა ჩვენ საფულეს აქვს 5.1%-იანი კორექცია, მაგრამ ჩვენ ტოტალურ ინვესტიციაზე მაინც გვაქვს 23%-იანი მოგება, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ვიდეო. ძალიან საინტერესოდ მიდის ყველაფერი. ძალიან გამეხარდა რომ მოხდა ის კორექცია, რაც მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ შევძელთ ისევ იაფად ბიტკოინის და ეთერიუმის ყიდვა. წარმოიდგინეთ რომ 3 თუ 4 ორდერი შემისვა, ანუ 2 ორდერი შემისვა ეთერიუმზე, 1 ორდერი ბიტკოინზე და ერთსაც ველოდებით. ანუ რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. ახლა თითქმის, ანუ ახლა უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ აქამდე ჩვენ კრიპტოში, ანუ კრიპტოსაფულეში თითქმის 30% თუ 40% პლუს მინუს არ გქონდა საერთოდ ბრუნვაში. ანუ რა ფულიც გვქონდა ჩვენ ბიტკოინზე და ეთერიუმზე, ანუ არ იყო ბრუნვაში და ახლა კორექციებზე შეგვიძლია ესე ვთქვათ ჩვენი ორდერები ზუსტად პროცენტულობით არ მახსოვს რამდენი აღარ გქონდა ჩვენ ბრუნვაში, მაგრამ კარგი არის ის უკვე რომ ჩვენ თითქმის მთლიანი კაპიტალი გარდა იმ ბიტკოინის ორდერის, რაც არის პლუს მინუს 100 евро იმ თანხის გარდა უკვე მთლიანი ჩვენი კაპიტალი არის ბრუნვაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და თუ მოხდა ახლა ბაზრების ჩვენას ასიკეთოთ წასვლა, რა თქმა უნდა ეს საფულე დააფიქსირებს ძალიან დიდ მოგებას. გონია თუ არა რომ ბაზრები წინ წავა, ჩემი აზრით წავა წინ. ველოდები რა თქმა უნდა ძალიან დიდ კორექციებს, იმიტომ რომ everything bubble არის ახლა ბაზარზე, მაგრამ ჩემი აზრით არის კიდე რაღაც სივრცე რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდე ბაზრების ძალიან კაფეოთ ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გველოდება კიდევ პლუს მინუს 2% განაკვეთის
დაკლება, რაც რა თქმა უნდა იზრუნებს იმაზე, რომ ბაზარზე მოხდეს ზრდები. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავსოთ არხის გამოწერა, რათა არ გამოგშით ესეთი საინტერესო ვიდეოები.